იცოდეთ თუ არა თვითონ მაყურებლებო რომ წყვილების 45% ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური დისფუნქცია. კითიკა ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს იგი რა გამოდის, რომ წყვილების ნახევარს ეს პრობლემა განუცდია ერთხელ მაინც. რა ვიცით მეცნიერების მოსაზრებაც ამასთან დაკავშირებით, რომ გამართული ჯანსაღი სექსუალური თანაცხოვრება, ასე ვთქვათ, წყვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ისე რა თქმა უნდა მენტალური ჯანმრთელობისთვის. ახლა რა თქმა უნდა გვაინტერესებს ყველას რა ითვლება სექსუალურ დისფუნქციად. სექსუალურ დისფუნქციად ითვლება ყველაფერი ის, რაც უკარგავს ადამიანს სექსის სურვილს. ან აქტით სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითებას ან გაქრობას. პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც სქესობრივი კონტაქტის ფაზებთან, ასევე შეიძლება გამოიხატებოდეს ტკივილთან დაკავშირებული დისფუნქციები. თურმე ადამიანებს გონიათ რომ ძალიან იშვიათი მოვლენას სექსუალური დისფუნქცია და როგორც წესი საკუთარ ამბებსაც არ ყვებიან ხოლმე, არავის არ უზიარებენ არც პარტნიორს და სამწუხაროდ არც ექიმს. ამიტომ მოდით ახლა ესე საჯარო და თავისუფლად შედარებით ვისაუბროთ რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს სწორედაც რომ სექსუალურ დისფუნქციას. კი ბატონო. პრობლემები შეიძლება იყოს სქესობრივი კონტაქტის სურვილის გაქრობა, მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია, მამაკაცებში ეაკულაციის დისფუნქცია, ქალებში ვაგინიზმი, ანუ ტკივილი სექსუალური აქტის დროს. და ასევე ალბათ ფიზიკური დისკომფორტების გარდა რაღაცა ემოციური მხარეც ექნება ბუნებრივია და საკმაოდ რომელი უფრო ასწრებს ერთმანეთს და რომელი უფრო სტრესულია ეს კიდე არავინ იცის. და საკითხავია. სექსუალურ დისფუნქციების პრობლემა განსაკუთრებით მაღალია იმ წყვილებში, რომელთაც დაუდგინდათ უნაყოფობა. რადგან ისინი დიდ ზეწოლას და სტრესს განიცდიან უშვილობის პრობლემის გამო. რა იწვევს დისფუნქციას არის თუ არა ცნობილი ეს მიზეზები? ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სექსუალურ დისფუნქციას, შემდეგია. პირველი გახლავთ სტრესი, წარსულში განცდილი ტრავმა, ფსიქოლოგიური ფაქტორები, დიაბეტი, ჰორმონალური დისბალანსი, ანუ დარღვევები, სისხლძარღვთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე ამ კონტექსტში შესაძლოა განიხილებოდეს ზოგიერთი მედიკამენტი. მოდით ახლა გავყოთ ჯგუფებად და განვიხილოთ ქალების შემთხვევაში და მამაკაცების შემთხვევაში დისფუნქციის ფაქტორები. კი ბატონო. ქალებში ყველაზე ხშირი სექსუალური დისფუნქცია გახლავთ სქესობრივი კონტაქტის სურვილის გაქრობა. აი მაგალითად, როდესაც პარტნიორი იტყვის, რომ დღეს არ შემიძლია თავი მტკივა. ეს ხუმრობით, მაგრამ ეს არის ცნობილი. დღეს მე თავი მტკივა. ხასიათზე არ ვარ ხასიათზე. კი ბატონო. მეორე გავრცელებული პრობლემა ქალებში ეს გახლავთ ორგაზმის უნარობა, ანუ ანორგაზმია. ეს ქალების დაახლოებით 25%-ს აწუხებს. და არ მგონია ეს მხოლოდ ქალების პრობლემა მე. ჩვენ ამ შემთხვევაში ქალების ანორგაზმიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ფიზიოლოგიურ, შენ ამბობ ფიზიოლოგიურ განწყობას. კი, ფიზიოლოგიურად გეუბნები. რაც შეეხება მამაკაცებს, მამაკაცებში სექსუალური დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ნაადრევი ეაკულაცია. დაახლოებით 28%-ში ყოფილა. მეორე ყველაზე გავრცელებული პრობლემა მამაკაცებში არის სქესობრივ აქტთან დაკავშირებული წარმოგიდგენია შფოთვა და აღელვება. ეს ყოფილა 17%. და მოდით გავაგრძელოთ რეპროდუქციული კუთხით, რამდენად შეიძლება გავლენა მოახდინოს სექსუალურმა დისფუნქციამ, ნაწილობრივ თქვით კიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, დამატებით სტუმრებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე და დავპატიჟოთ პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და პროფესორი სექსოლოგი ზურაბ მაშა. მოგესალმებით. გამარჯობა ნინო, გამარჯობა. მოგესალმებით ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ. წყალი მთის მათთვისა, ვისი ცხოვრება სავსეა ენერგიით და რაც თავარია, წყალი მთის 0% ბრომატით. დიდი მადლობა. ნინო, დავიწყოთ მომართვიანობით თქვენთან რა ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მაინც და მაინც არ აკითხავენ ექიმებსო სექსუალური დისფუნქციით. თქვენთან თუ მოდი? მინდა გითხრათ, რომ ალბათ ჩვენი პაციენტების თუნდაც 10% სულ არის უნაყოფობით და შესაძლებელია სექსუალური დისფუნქციის გამო მოგმართოს შვილოსნობის დაინტერესებით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ აი ეს ბატონი ზურაც ალბათ გვიპასუხებს ამ შეკითხვაზე, რომ რატომ მოდიან ისინი დაუშვათ უშვილობის თემით ჩვენთან და აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სექსუალური დისფუნქცია აქვს და რატომ არ უნდათ მისვლა სექსოლოგთან, იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხრან და რეალურად, ანუ აქ ხომ არ არის მთავარი ის, რომ გავაჩინოთ შვილი, აქ არის მთავარი, გქონდეს აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა, იყოს ეს ურთიერთობა აბსოლუტურად ნორმალური და შემდგომ მათ პრაქტიკულად აბსოლუტურად არაფერი არ აწუხებთ, გარდა იმისა, რომ რეალურად სექსი არ აქვთ.
კი, მესმის რომ ეს არის დაუშვათ ასაკობრივ კატეგორიაში 45+, მაგრამ ეს არის ახალგაზრდებშიც, რომლებსაც როგორც ქალს, ასევე მამაკაცს ხშირად ხვდება, რომ აბსოლუტურად ნორმალური სპერმოგრამა აქვს და უბრალოდ არ აქვთ მათ სქესობრივი ურთიერთობა. მაშინ სწორედ ბატონზრობს ამაზე ვესაუბროთ, რა ასაკში იჩენს ხოლმე თავს ასეთი ტიპის დისფუნქციები, ქალის და მამაკაცის შემთხვევები, რა თქმა უნდა, კარგი. იმჟელებთ მომართვიანობაზე, მაგალითად სექსოლოგთან მომართვიანობაზე. აბსოლუტურად ყველა ასაკის პაციენტი მოდის, მამაკაცი მაქვს ხედელობაში პირველ რიგში. მამაკაცები უფრო აქტიურობენ თქვენთან. რა თქმა უნდა, აი რო ავიღოთ სტრუქტურა მიმართვიანობის პაციენტების დაახლოებით აი 70%-ზე მეტი არის მამაკაცი და 30% ცოტა ნაკლები ქალი. და რაც შეეხება ასაკობრივ, ასე ვთქვათ, სხვაობას, რა თქმა უნდა, ჭარბობს ახალგაზრდა ასაკები. აი სამწუხაროდ ხანში შესული ქალები, რომელსაც მეტი აქვთ პრობლემა სექსუალური, აი ისინი ელემენტარულად სიცხვილის გამო და რა დროს ჩემი სექსია შვილიშვილი შემეძინაო. რა შუაშია ახლა შვილიშვილი სექსთან მე არ მესმის. დასაწყისი ასე თქვა თქვენ თქვით ყველანაირი ასაკი. აი მაინც დაახლოებით რა ასაკია ისეთი ყველაზე ხშირი. ქალებში ჭარბობს ასაკი, სადღაც აი 30-დან 35 წლამდე ეს არის აბსოლუტური, რო იტყვიან, უმრავლესობა. დაუშვათ ეს დააკვირა და უბრალოდ ამ ასაკში გადადგა ეს ნაბიჯი თუ აი თქვენი გამოცდილებით რას ამბობენ თუ აი გაჩნდა თუ არა პრობლემა მოგმა. სამწუხაროდ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემაზე თვალს ხუჭავს ქალი და ხანდახან მამაკაცსაც აი მეუღლეს სექსუალურ პარტნიორსაც უმალავს. რას ძანებთ აბა რა გაქვთ ხედულობაში? პირველ რიგში მაგალითად აი როდესაც არის ანორგაზმია, ორგაზმის მიღწევის ან შეუძლებლობა, ან სირთულე, ორივე ანორგაზმია. და ჩვენ ქონა პატარა კამათი, მე და რეზოს ამ შემთხვევაში. უფრო მეტი წილი აი ამ ასეთ ესე ვთქვათ სქესობრივი აქტის დასრულებაში რას უძღვის წილი? ეს არის რაღაცა რაღაცის დეფიციტი თუ მართლაც ფიზიოლოგიური ანორგაზმი? ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, ხშირი არის, როდესაც ქალი აკეთებს სიმულირებას ორგაზმის. ან თავს იტყვევს და სხვა პარტნიორსაც ატყვევს. თავს არ იტყვევს, შენივრად იცით ორგაზმს, მაგრამ პარტნიორს ატყვევს საკმაოდ, ესე იგი, კარგად, ოსტატურად. გადის წლები, მე ეტყობა ეს, ასე ვთქვათ, ეს სიმულაცია შეიძლება გამოაშკარავდა. იმიტომ რომ მამაკაცის ახლა თლაშტერი ხო არა, რაღაცას ხდება რა. უცბად ეს პრობლემა ხდება აქტუალური. მოტივაციის, ასე ვთქვათ, გაჩენის საკითხი, რაც თქვენ მკითხეთ რა, ვინ უფრო მოტივირებულია. მე ვიტყვი რომ ორივე უფრო მოტივირებულია, მაგრამ ეს მოტივაცია აი ქალებში თუ იჩენს თავს სადღაც ესე იგი 30 წლის მერე, კაცში ეს პრინციპში როგორც კი რაღაცა პრობლემა არის, კაცი მოდის. სიმპტომატიკაზე ვისაუბროთ, დაუშვათ აი რითი იწყება მომართვიანობა, ეს ჩივილები რა აქვს და დაუშვათ თუ ადრეულ ეტაპზე ჩაერია ადამიანი, რამდენად არის შანსი რომ შეაჩეროს პროცესი? ყველაზე ძლიერი მოტივატორი ეს არის მწვავე პროცესი. თქვენ წარმოიდგინეთ მწვავე პროცესიც არის. აი ქალში მაგალითად ყველაზე მწვავე და სხვათა შორის ჩემ პაციენტებში ჭარბობს ესენი. აბარე. ყველაზე მეტი არის ვაგინიზმი. ვაგინიზმი. მწვავე დაავადება, ანუ ქალის და უნებური, ესე იგი, შიშიდან გამოწვეული, შიშით დასაზრდოებული, ასე ვთქვათ, ფსიქიკური პრობლემა, რომელიც იწვევს ქალის და მის და უნებურ, ესე იგი, საშოს და მენჯის ჯგუფის კუნთების ისეთ სპაზმს და კრონჩხვებს, რომელიც შეუძლებელს ქმნის ვაგინალურ პენეტრაციას, ანუ აქტის სქესობრივი აქტის განხორციელებას. ეს არის დაუშვათ ურთიერთობის დასაწყისი ეტაპი თუ მუდმივად აქვს ეს ქალბატონი? პირველივე დღიდან ეს ქალწულის პრობლემაა, იცით? ვაგინიზმი არის ფსიქოგენური წარმოშობის ქალის სექსუალური დისფუნქცია. კურნალობა განიხილება ამ ვაგინიზმის? რა თქმა უნდა, იკურნება ძალიან კარგად. ესე რომ იკურდებოდეს ყველა სხვა ქალის სექსუალური დისფუნქცია. ეს ყველაზე მარტივია? ძალიან ხშირ შემთხვევაში 80% პაციენტების, რომლებიც მოგმართავენ და აქვს ვაგინიზმი, შესაძლებელია საერთოდ არ თვლიდეს, რომ მას რაიმე პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, აი ეს პაციენტები, სწორედ ვაგინიზმიანი პაციენტები, ძირითად შემთხვევაში ჩვენ რომ მოგმართავენ, შესაძლებელია ჩვენ ვუთხრათ, რომ მათ პრობლემა სწორედ ვაგინიზმი აქვს და მათი პრობლემაა ეს და არა მეუღლის სექსუალური დისფუნქცია. იმიტომ რომ ყოველთვის აბრალებს მამაკაცს. ხდება ქალბატონი. მამაკაცს აბრალებს.
მამაკაც აბრალებს და ამბობს, რომ მამაკაცის პრობლემაა და აქედან გამომდინარე მან მოგმართა ჩვენ იმისთვის, რომ მამაკაც არ შეუძლია მასთან სქესობრივი კავშირის და დამყარება და აქედან გამომდინარე ის მოგმართავს იმისთვის, რომ შვილოსნობა კონდეს. არ აღიარებს, რომ ეს მისი პრობლემაა, ეს არ აღიარება ერთ-ერთი ალბათ ნახევარი საქმეა იმისა, როცა აღიარებს და მივა უკვე სექსოლოგთან. აქ უკვე პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს. ძალიან ბევრი პაციენტი, ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთან თუ მომართვიანობა ამ შემთხვევაში 30%-ია, იმ პაციენტებისა, ვისაც ვაგინიზმი აქვს, ალბათ დაახლოებით 80% არ აღიარებს, რომ მას რაიმე პრობლემა აქვს და ძირითადად ბრალდება მამაკაცს და აქედან გამომდინარე თუ აღიარება არ იქნება, ის არასდროს არ მივა სექსოლოგთან და არ დაიწყებს ამაზე საუბარს და ვერანაირად ვერ განიკურნება, შესაბამისად მას მიაჩნია, რომ უმჯობესია ჩვენ ჩავერიოთ, ყველაფერზე თანახმაა, რომ იცხოვროს ისე, რომ ოღონდ შვილი გააჩინა, ჩვენთან არის, სწორედ შვილის გაჩენისთვის მოდიან და ვისაც ვეუბნებით, რომ იცით რა, მოდით იქნებ ხო, მიბრძანდეთ სექსოლოგთან, ეს პრობლემა მოგვარდეს და შემდგომ ჩვენ არ დაგჭირდებით. ალბათ 80% ამბობს, რომ არ მინდა, მე მინდა, რომ გავაჩინა შვილი. ძირითადად ანესთეზიით კეთდება აბსოლუტურად ჩვენ რა მანიპულაციასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერს ჭირდება პრემედიკაცია, ანესთეზია იმისთვის, რომ მათ შენს სედაცია ფაქტიურად ნარკოზი. იქიდან გამომდინარე, რომ არ გიშვებს, არც ეხოსკოპი. ანუ ვერც შენ ვერ ახერხებ სედაციის გარეშე ჩვენ მას ვერ ვეკარებით. გადატანაც კი, რომელიც აბსოლუტურად არ არის მტკივნეული, ძალიან სასიამოვნოა, რომ უყურებ შენი შვილი როგორ გადმოდის შენ საშვილოსნოს ღრუში, იმასაც კი სედაციას ამჯობინებს, იქიდან გამომდინარე, რომ მან ეს ყველაფერი არ უნდა შეიგრძნოს. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია მამაკაცის პოზიცია, მე ასე ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანახმა არიან სწორად ამ პოზიციაზე, რომ არის მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ მართლა პრობლემა აქვთ თვითონ და იმიტომ ვერ აქვთ ურთიერთობა ქალთან. მომიტევეთ, ან ესეთი შეკითხვა მაქვს, უხერხულით შეიძლება. ანუ ისინი თვლიან, რომ ისინი ახორციელებენ სქესობრივ აქტს, მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ქალის შემთხვევაში. არ ახორციელებენ, ანუ მეუღლეს შედგა აქტი? ახორციელებს, კი. მას მიაჩნია, რომ მე ყველაფერი ნორმალურად მაქვს და არ წმუნებს ამაში მამაკაცს. კარგით, მოდით კიდე ვისაუბროთ დისფუნქციაზე, რომელიც რეპროდუქციულ ფუნქციას უშლის ხელს, რა შეიძლება კიდე მოვიაზროთ, რა დისფუნქციები და ძირითად შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცების ალბათ 80%, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეპროდუქციული ფუნქცია მას დარღვეული აქვს, ყოველთვის ფიქრობს, რომ მასზე მერე იფიქრებენ, რომ მას სქესობრივი პრობლემებიც აქვს. აბსოლუტურად არ არის ერთი და იგივე, აბსოლუტურად რეალურად შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელსაც საერთოდ არ ქონია სქესობრივი ურთიერთობა და ვერც შეძლებთ ვერასოდეს დაუშვათ და დიაგნოზია მისი სქესობრივი დისფუნქცია. ქონია დაუშვათ 100%-იანი სპერმოგრამა, რეალურად, აბსოლუტურად სპერმაში არანაირი ცვლილება არ არის, სიჩქარის, მორფოლოგიის, ყველანაირი პრობლემის გარეშე. უბრალოდ ფუნქციურად ვერ ახერხებს. ფუნქციურად მას ურთიერთობის პრობლემა არ შეუძლია. რეალურად ეს არის მისი დიაგნოზი. და რატომღაც, როდესაც საუბრობენ მამაკაცებს, ანუ დიდი კომპლექსი აქვს, ზოგადად მომართვიანობის კომპლექსი რატო იყო ყოველთვის, იმიტომ რომ თვლიან, რომ თუ მამაკაცის პრობლემაა, რატომღაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის გაიგივება, დაუშვათ სქესობრივი დისფუნქციის. ეს არის ის ფუნქცია, რომელსაც ვუწოდებთ უნაყოფობას და იმ პრობლემას, რაც ეხება შვილოსნობას. აქედან გამომდინარე, ეს ორი ფუნქცია ყოველთვის უნდა შევაფასოთ და მე ვფიქრობ, რომ კი, აუცილებლად ის პირველი რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ ეს პაციენტი სექსოლოგთან, ვუთხრათ რა არის პრობლემა და რისი მოგვარება არის აუცილებელი. არის პაციენტი, ვინც მიდის ამაზე, არის პაციენტი, ვინც არ. აი, როდესაც არის სექსუალური დისფუნქცია, აი მისი მართვა, როგორ ვახორციელებთ? მამაკაცის შემთხვევაში და ქალბატონის შემთხვევაში. ჩვენთან როცა მოგმართავს პაციენტი, აუცილებლად ვრთავთ სექსოლოგს, იმიტომ რომ ჩვენ მეგვაჩნია, რომ
უნაყოფობა არ არის მარტო ერთი პრობლემა, თუ იქ არის სქესობრივი დისფუნქცია, წყვილმა აუცილებლად ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. იმიტომ რომ არ არის მარტო შვილის გაჩენა, ნორმალური, ჰარმონიული ცხოვრება სექსის გარეშე. რატომ უნდა გააჩინოს ვაგინიზმიანმა გოგონამ ინვიტროთი ბავშვი, როცა შეიძლება 100%-იანი ალბათობით შეიძლება მისი განკურნება, მერე დაორსულება. მერე დაორსულება ფიზიოლოგიური გზით. რა თქმა უნდა. და თუნდაც იმიტრო შემთხვევაში მერე ცხოვრების გაგრძელება საჭიროა. რა თქმა უნდა, ამაზე არ ფიქრობს. ანუ პირველ ესა დიაგნოზი. დიახ. წყვილებს შორის აღიარება, რო პრობლემა გვაქვს. ანუ მართვაში რა იგულისხმება? ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული არის სექსუალური დისფუნქციის ტიპზე, კურნალობის ეფექტურობაზე, რამდენად შეიძლება და რამდენად სწრაფად შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა. როცა ლაპარაკია ვაგინიზმზე, არა, პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ძალიან მარტივად, მაქსიმუმ 1.5-2 თვეში იკურნებიან ყველანი. მაგრამ ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის მაგალითად ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია, ეფექტურობა სულ არ არის მაღალი რა. სამწუხაროდ აი სოფლიოს მონაცემებით 56%-ს ანორგაზმიისაგან განკურდებისა არ აღემატება. მამაკაცებში არის სარკისებურად საპირისპირო მდგომარეობა. თუ ქალის სექსუალური დისფუნქციის მთავარი მიზეზი არის ფსიქოგენური ფაქტორები, კაცისა ორგანული ფაქტორები. ყველაზე ესე იგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აი ერექციული დისფუნქციის განვითარებას განაპირობებს მამაკაცში, ეს არის გულსისხლო დაავადებები. პირველ რიგში. მეტაბოლიზმის დარღვევა, აი მაგალითად მეტაბოლური სინდრომი. სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტია. ეს სხვა შორის მე მამაკაცები ასე არ თვლიან. შაქრიანი დიაბეტი, გაფანტული სკლეროზის დროს შეიძლება, რა თქმა უნდა ტოქსიკომანიის დროს შეიძლება. ნარკოტიკი პირველი. რა თქმა უნდა. მარიხუანა. ო, ტოქსიკომანიაში ყველაფერი შედის. ანუ როდესაც გვაქვს ეს პრობლემა, პირველ ეტაპზე რას ვკურნალობთ? სექსუალურ დისფუნქციას თუ ვიწყებთ პირდაპირ ინვიტრო განაყოფიერებით? ძალიან კარგი კითხვაა ამ შემთხვევაში. ჩვენ ყოველთვის ვაგზავნით ჯერ სექსოლოგთან და სექსუალურ დისფუნქციას უნდა ვუმკურნალოთ, მაგრამ ერთი მაგრამ არსებობს აქ, ასაკი პაციენტის და რამდენად სასწრაფოა მისი უნაყოფობის და კვერცხუჯრედის პრობლემის შემთხვევა. იმიტომ რომ ხანდახან ქალი გათხოვდა 43 წლის, 44 წლის და პირველი სქესობრივი ურთიერთობა პირველი სურვილია. სურვილი მისი, მაგრამ რეალურად ჩვენს ხანდახან დრო არ აგვაქვს. რომ ჯერ ვკურნალოთ და აქედან გამომდინარე პარალელურ რეჟიმში მივდივართ. სქესობრივ დისფუნქციასაც ვკურნალობს სექსოლოგი და ჩვენ ვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებას. ასე რომ თუ ახალგაზრდა შესაძლებლობა აქვს. საერთოდ არ დაჭირდება. ანუ ვკურნალობთ სუბსტრატსაც და ვკურნალობთ ფუნქციასაც. დავასრულეთ საუბარი, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გამოვიდა როგორც ჩანს, როგორც ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის სექსი და მის გარშემო, ასე ვთქვათ, მე მისი განვითარების პროცესიც, რომელიც უკვე შვილოსნობას უკავშირდება. ბევრი შეკითხვა არის დაგროვილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი რაღაცნაირი ტაბუირებული საკითხია მეტნაკლებად, ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ ვისაუბროთ ამაზე და პირველი რაც ითქვა, ალბათ აღიარება იმ პრობლემისა, რომელიც შეიძლება წყვილში გამოიკვეთოს და შემდეგ უკვე არის ალტერნატივები, რომლითაც შეიძლება კონკრეტული რაღაც დისფუნქციების მოგვარება, რომელიც შემდეგ უკვე თავის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, რეპროდუქციულ გზასაც დაგაყენებთ, მაგრამ გააჩნია მართლა არჩევანი როგორია და გააჩნია მოცემულობა როგორია. თავარია ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ პამაღლა ამ საკითხზე და მადლობას გიხდით. დიდი მადლობა.